ვარ ნინა ჭაღალიძე 5 წლის. ვსწავლობ იუჯის სკოლაში. მესამე რაღაცა მიყვარს. ერთი ბებოსთან საჭმელებს რო ვამზადებ და კიდევ თამაში და ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს ბებოსთან რო ვამზადებ საჭმელს. პირველად რო გავამზადე საჭმელი ვიყავი 3 წლის. მაშინ ბებიასთან ერთად კექსი გამოვაცხე. ახლა უკვე დიდი ვარ და მე თვითონ ვამზადებ საჭმელს. ჩემი საყვარელი საჭმელია ფრიტო, რომ მაგდროებში აი სულ მიყვარს წასვლა იცა. ერთხელ იცი სად ვიყავი? ანუ აკვაპარკში ვიყავი და აუზები იყო და მე მივედით მაგდონალდში და ჭამეთ რაღაცები და მე რესტორანში წავედით, რო ცოტა დაღამდა, რასაღამურო იყო, წავედით რესტორანში. საერთოდ მე მიყვარს რესტორნებში წასვლა. მინდა მქონდეს ჩემი რესტორანი. ჩემი სკოლის სახელი დამორწოს და იუჯის დავარქვევდი, მაგრამ არ ვიცი რა დავარქვო ჯერ. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სულ მასწავლებელი ძალიან კეთილი მყავს. ჩემი მასწავლებელია ნინო ჭელიძე. იმიტომ მიყვარს რომ სულ საჭმელს გვაჭმელს, ჩავდივართ ქუევით და ხიარულობთ სულ და მასწავლებელი კეთილი მყავს და მეხუთებას. მინდა ნინო მასწავლებელი იყოს ჩემი ბიძოლა. ჩემი საყვარელი საგანია არის ჭადრაკი. მამიკოს დღეს ვეჭიდავე და აზე ხელები დავაწყობიედი მასე, ფეხები დავადე რომ ხელები არ აიღოს და ასე გავუმოტყუნე და გაიფუტყუნე. ჭადრაკის თამაშსაც ვუგებ. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო და ძმა და ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს აი 2 ძმა და 3 დაიკო. ჩემი ძმა არის 1 წლის და ქვია ილია. ისაა ძალიან ჭამელი. უყვარს რაღაც საჭმელები, ანუ რასაც ავიღებ ხელში, ის საჭმელი უნდა. ანუ სათამაშოს რო ავიღებ, გონია რომ საჭმელია და სულ ხიარობს რაღაცას რო ვათამაშებ და არ ვუჩხუბობთ. ჩემი აზრითია რომ გაიზრდება გამოვა პოლიცია. მამიკო კარგი მყავს, ხიარული და არ მეჩხუბები და არც მეჩხუბება. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია რომ საჩუქრებს ჩუქნის დაბადების დღეზე. მე ვარ მამიკოს გოგო, იმიტომ რომ მიყვარს. დედიკო არის ლამაზი და სულ მე აგეს რაღაცებს ვაცნობ და მანი პრანჭება, მე ამ პრანჭირავ. არა და მეც ლამაზი ვარ და მიყვარს გაპრანჭო. ზოგჯერ ვიპრანჭები ჩუმად. სარკესთან ვდგები და თმას ვიარცხნი და რაღაც კამადას ვისელ და რაღაცას ვიპრანჭები, სათვალეებს ვიკეთებ და რაღაც. გაპრანჭის მერე ძალიან უფრო მიყვარს ჩემ მეგობართან წასვლა და ქვია კატო და ყავს ძმა დემე. მე კიდევ მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. სამწუხაროა რომ გადავიდა თბილისში საცხოვრებლად და აღარ მყავს ქალაქში. ამიტომ ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ მე კიდევ უნდა თბილისში ჩავიდე და მასთან მივალ. სამოგზაუროდ კიდევ მინდა რომ წავიდე ცემში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone პლანშეტი. სხვათა შორის ძალიან კარგად ვხატავ. ყველაზე კარგად გამოვდის სახლის სახატვა. ჩემი თვისწავლე და ვარ ნიჭიერი გოგო. სიმღერა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერაა სიქვა სიქვა ბოი. სიქვა სიქვა ბოი, სიქვა ბოი, სიქვა ბოი. გარდაცი დედა ხოჭი დედა ვეცა ბოი. სიქვა სიქვა ბოი, სიქვა ბოი, სიქვა ბოი.
გარდაათზე და ხოჭზე და ვაცდაბოი სიკვასი მე მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ანუ გავაჩენდი იმას ფურცელს იმიტომ რომ დასახატვად ვიდა და სახში არ მაქვს ბებოსველები და მე ფურცელი გაქვს ჩვენელი სულთავეთში და არასაბოს გავაჩენდი წინა მონაწილემ და მიტოვა შეკითხვა ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში მე კოსმოსში გავფრინდებოდი დემესთან ერთად რომელი დემეს და კატოს ძმა შემდეგ მონაწილებს უტოვებ ასეთ შეკითხვას რომელია მისი საყვარელი თამაში მაგალითად ჩემი საყვარელი თამაში არის ამადას რო უყარავ დედას და ვისმევ ჩემ თვითონ მეცნიერება არის თამაში სიმღერა ცეკვა კიდევ თამაში გაბრანტვა და კიდევ ბევრი გარეთ გასვლა და მხიარულობა მე ვარ ბედნიერი ადამიანი